ხალხის გადაწყვეტილებით გადაცემაში სტუმრად მოვიდა სახალხო მედიცინის ექიმი ჰომეოპათი ბატონი თორნიკე ალაშვილი. აპლოდისმენტებით შევეგებთ. მოგესალმებით, ქრისტე აღსგა. ჭეშმარიტად აღდგათ. მოგილოცავთ სულიად საქართველოს. გაიხარეთ, ჩვენც გილოცავთ, ბატონო თორნიკე და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მადლობა. აბა როგორ ბრძანდებით? ახლა გითხარით პირველ რიგში. არა გვიშავს, ბედნიერად. ბედნიერად. ძალიან კარგი, მიხარია რომ სტუმარი ესეთ არაჩვეულებრივ განწყობაზე არის. ქუთაისელთან ვარ სტუმრად, სახში გძნობ თავი. ოხ, თქვენი ჭირიმე. ქუთაისელი ბრძანდებით, ბატონო თორნიკე. რა ხდება იქ ჩვენები რა შვებია? რა ვიცი, აბა ქუთაისი რო არა დღეს ცოცხალი არ იქნებოდა კაცობრიობა, რო იცოდე. კი ბატონო, მე ჩემი მოსაზრება მქონდა, თქვენი მოსაზრებაა საინტერესო, რატომ არის ეგრე? აი, ღმერთმენათელში აღყოფოს, ოტეიოსელიანი ავად რო იყო. დიახ. ბევრი მას უკეთებდნენ, რა ქვია, ეს მედები, ნემსებს ახლა ანალიზისთვის სისხლს უღებდნენ, წამას უკეთებდნენ, შემდეგ შემოდიოდა კიდო სისხლს უღებდა და ზღვის კოჭი ხوارგონი ვარ თუ ებნება. ამდენი სისხლი ჯამთოს რო უღო, გახდება ცუდათო და ჩემს ხوار ატარებ სტეპსო და ერთ ვენაში უკეთებდა წამას ცოტა გაჟონა და რო აეწვა, გაბრაზდა უკვე სერიოზულად. გააგდო იგიც წამალი არ გააკეთებია, ბოლომდე მეტი არ დაგინახო შემოსულიო და მედები კი არიან ახლა კარებთან ატუზული კიდევ აქვს რაღაც გასაკეთებელი და ვერ ბედავენ და შემოვიდა ექიმი. განყოფილების გამგე ახლა ჩვენ ვართ იქანა ისა მისი ბიჭები, შვილი, ოტეიოსელიანის პატარა და მე და ექიმი იწვევს ხალხს პირდაპირ ოტეას კაბინეტში როგორც ჩასას დაგვიანებით მევიდა და როგორ ახარ ბატონო ოტეაო და არა მეუღახა ხო ოტეა. ხო გჭიდები რამეში, როცა საჭირო იყავი, მაშინ არ იყავი. ახლა სიმჭიდებიო. წადი აქიდანო და თუ იცი რატო არა სიცოცხლე მთვარეზეო. ახლა ეს ავთოქვიო და რა განყოფილების გამგეს და ექიმს და ისა ჟანგბადი არა, წყალი არა, მილიონი მიზეზი აქვს. არა ქუთაისურად მითხარიო, ქუთაისურად. და ნუ ვერ გაცახავთ ამ პასუხი და იმიტომ რომ სიყვარული არაა და გაგებაო. მაშინ აბა უნდა გადავშენებული ყავით დედამიწაზეო რა. ბატონო და ეს სიყვარული. აი ქუთაისი რო არის, ქუთაისიო მიტუა რო არ გადაშენდა კაცობრიობა. მე გენაცვალეთ მე, მოგყვებით ყველაფერში. და აგერ ხალხის დაგვეთანხო. ბატონო თორნიკე, ესე იგი, ქართული ტრადიციული მედიცინის ექსპერტი ბრძანდებით. დიახ, სპეციალისტი უბრალოდ. სპეციალისტი. ქართული ტრადიციული მედიცინა როგორია? აი დალევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის ეგ მიმართულება თუ გვაქვს? კი, ღვინოთ სამკურნალოა გარკვეული სახით და ფორმით რა რაოდენობა მაგალითად სამკურნალო და რაოდენობა დამაზიანებელი. და უშუალოდ ქართული მედიცინის თვალსაზრისით, ხალხური მედიცინის თვალსაზრისით. ახლა წითელი ღვინო სისხლის ზარღვებს რო ხდება, ვიცით, ახლა წყალში განზაებული ჯობი 1-1. 200 მილილიტრი ღვინოც დღეში დასაშვებია, რა პრობლემა. თეთრი თუ უმეტეს აი უფრო ქუთაისიდან ვარ ჩვენ იმერული წესი რთუა დამზადებული და არა ტანინზე ხო ზედმეტად იმასაც ძალიან ბევრი სამკურნალო თვისებები აქვს. ოღონდ რა თქმა უნდა ზომიერად. ხო და არა 5-10 ლიტრი და ასე შემდგომ და ზემოთ ხო? გასაგები. ციცკაკრა ხუნა წამალია პარადი. რას ლაბარაკობთ? წამალია რა არის? ხო, როგორც მინიმუმ რაც გთქვა იმასაც გავიწყებს მე ცოტა სროს და მაგ კუთხით მაინც არის წამალი ხო? ესე იგი ძალიან საინტერესო რამ გაქვთ ნათქვამი, ერთ-ერთი უпроსორად ესეთი რამ გაქვთ ნათქვამი, ბევრი საინტერესო რამ და ნუ 300 ფხალეული არსებობდაო საქართველოში, რომელსაც ვიყენებდით მედიცინაში, კი საკვებად. საკვებად. საკვები იყო ეს და იმიტომ იყო ძლიერი ქართველი ასე. და გამოიყენებოდა სამკურნალოდ, ხო? ბრძოლაშიდაც ჯობდა ყველას და ჯამთელი იყო და ძლიერი იყო. ახლა ჩვენ რას ვჭამთ, ქართულს კი არ ვჭამთ. ახლა ვჭამთ მექსიკიდან და კალიფორნიიდან და საღაციდან ჩამოტანის, ინდოეთიდან ჩამოტანილ ასე ვთქვათ პროდუქტებს, როგორც წარმოშვებით, ისევე შემოტანითაც, ასე ვთქვათ, ადგილობრივ ხორცს კი არ ვჭამთ, საცხა კანადაში რო გაყინავენ ბარკლებს და წამოიღებენ. კი ბატონო. ხო, ეგ მანდ იმას ერთ ჩემს ახლობელს კითხეს მაღაზიაში, გაყინული ბარკლების ყიდვა უნდათ გამახსენდა ხე ისტორია და ესო ახალიაო, ეკითხება ეს ყიდველი და ჩემთან გუშინ მოვიდა და იქ როდის გაყინეს არ ვიციო და იგივე ამბავი არის ხა ზუსტად. ჩემთან ახალიაო, ხო და ეგ ბატონ თორნიკე, ნახეთ, ესე იგი, თქვენი რეკომენდაციით
რეკომენდაციით ინფორმაციით, რომელიც თქვით, რომ აი 300 ფხალეული არსებობდა, გამოდის, რომ ქართული სუფრა იყო აფთიაქი და თამადა აფთიაქარი. ხო? რაღაც ამ ლოგიკით ასე არის. ექიმი ასე. კი, ექიმი. ბატონო ტონიკე, ასევე ნათქვამი გაქვთ, შეგვიძლიაო ხახვი, ნიორი, ლიმონი, ჯანჯაფილი და მწვანილი სამკურნალოდ გამოვიყენოთ. ხო? ესე იგი, ხახვი, ნიორი, ლიმონი, მწვანილი, ჯანჯაფილი, ეს ჭამის შემდეგ უნდა მივიღოთ თუ ჭამამდე? ბატონო ტონიკე. ჭამის დროსაც და ჭამამდე. ჭამის დროსაც და ჭამამდე. გასაგებია. ამდენი ბოსტნეული ახლა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ არჩენს ადამიანს. ესე იგი, გამოდის რომ რაიმე რო გჭირდება, აფთიაქში კი არ უნდა მიხვიდე, ხილბოსტანს უნდა მიმართო, ხო? რეალურად. მოდი ახლა სხვანაირად ვთქვა. აბა გითხარი სხვანაირად. საავადმყოფოში რომ მიდიხარ და რამდენიცაც ადამიანი საჭმელს უნდა ჭამდეს, იმდენ წამალს რო გაჭმევენ, ასე რომ ვთქვა, იგია სწორი? არა, სწორი ბატონო. აი კომენტარი რა არის, რომ წამალი უნდა იყოს მცირე დოზით და საკვები უნდა იყოს ჯანსაღი. რა ვთქვი ახლა ასეთი, ეგრევე რომ ეჭუბეთ, ბატონო ტონიკე, არ მოგდას, მაგრამ სამწუხაროდ 100-ია, რომ დღეს ხშირად ძალიან ბევრ მით უმეტეს ჩვენ ახლა 50 წელს გადაცილებული და 70 წელს გადაცილებული ადამიანებს ქრონიკული დაავადებები რო ჭირს, იმდენი ტაბლეტები აქვს საყლაპავი, რომ საჭმელის ადგილი აღარ რჩება. აღარ რჩება იმაში ორგანიზმში. ისე ძალიან შთამბეჭდავი რიცხვი არის. 100,000-ზე მეტი პაციენტია თქვენთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ნამყოფი, ხო? ძალიან ბევრი არის, ძალიან და აი, ნუ ფაქტია რომ ესე იგი გამართლებულია, რა თქმა უნდა, ის რასაც თქვენ აკეთებთ, ხო, თორე ახლა ამდენი ადამიანი ამხელა ციფრზე ვერ ავიდოდით, მაგრამ აი ყველაზე უცნაური პაციენტი თუ გახსენდებათ მაგალითად, რაიმე უცნაური თხოვნით რომ მოსულა, ან რაიმე ისეთი მხიარული ამბავი ამასთან დაკავშირებით. ხო, იყო ერთი ბიზნესმენი იყო და რა პრობლემები გაქვთ ახლა ჩვენ არ ვეკითხებთ, რა გტკივა, ხო? რა პრობლემები გვაწუხებსო და ფინანსურია. ფინანსური. ბოლოს ახლა რომ გამოვკითხეთ, ახლა ზოგჯერ ჩვენთან გრძელდება რა ნახევარ საათზე მეტი, ანუ ზოგჯერ 2 საათია გამოვკითხვა და ახლა დანიშნულებას რას მომცემო და ჩვენ გომაპატური გვაქვს ოქროც ვერცხლით და ასეთ რაღაცები და ოქროს გამოგიწერა რაღაც ფინანსური. გომაპატური ოქრო, ეგეთებიც არსებობს. ისე იმერული მკურნალობა თუ არსებობს, რაიმე, აი კონკრეტულად იმერული, მაგალითად, ყველი, პური, ხაჭაპური, წიცილა, რაღაცა ესეთი ამბავი. ხო, რა თქმა უნდა, ახლა იმერული არის უპირველეს ყოვლისას მაინც ჩვენი იმერული ჯიშები, აი, ღვინოსი და იუმორი. იუმორი, კი ბატონო, ეგ ნამდვილად უდავს. პოზიტიური განწყობა. ეს უნდა შევქმნათ თქვენ საზოგადოებას და დაინტერესებს ჩვენ ზოგადად. მე თქვენი გადმოსახედან ახლა როგორც კვალიფიციური ექიმი, ხო სწორად ვართვეთ თავს და კარგად ვართვეთ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ესეთი შეფასებისთვის. არა, ხო რა ვზანებთ. აქ 100,000 პაციენტია თქვენთან ნამყოფი, ბატონო თორნიკე და ერთიც უნდა მივიღოთ. აუ, ჩაწერილია? ჩაწერილი არა, მაგრამ ახლა ხო ის ისარგებლა შემთხვევით ახლა სტუმრათა აგერ ღამის შოუშიო და მოვა და მოусმინეთ თუ ეშველება, კი მითხარით, თვალი ჩამიკარეთ, თუ არ ეშველება და მივხვდები მაშინ. მაჩვინეთ. მობძანთ თუ შეიძლება. გამარჯობა. ბატონო თორნიკე, როდის გეუნებოდით მე თქვენ? როდის რომ პიტნა უხდება ნადუხს. მოგესალმებათ. ინდაური კიდო ამშვენებს. მაგაზე ჩვენ კონსილიუმები გვეკრება ბატონო. მოგესალმებათ თბილისში ექიმბაში და ბაღდადში ტოლიბაში ჩიბიჯაბასია მესადე. დავჯანით ბატონო, თვითნები არაფერი არ მაწუხებს იდეალურად ვარ. მე ვარ თვითონ ექიმბაში. მე ვარ თვითნასწავლი ექიმი, რომლის ახლობლები რაღაცა საეჭვო გარემოებაში იკარგებიან ნელ-ნელა და მე მგონი, აბა დავიწყოთ. ჯიმი, მედიცინას და რა შეხება გაქვს საინტერესოა. გამოვკითხოთ ბატონო თორნიკე, სამჯერმა ფილმების ათება გადატანილი. ესა სხვათა შორის მე ვარ პირველი ბებიაქალი ბაბუის პარამეტრებით. დიახ, ბატონო. ზოგადად მედიცინაზე რას გვეტყვი ბატონო? აუ, მედიცინა, ბატონო თორნიკე, იმ ხელაზე წევი და აქედან ვიღაცას მოყვები და იქიდან მარშრუტკით მოვდივარ. გაზზე ეწევი. არის ბატონო, რას მედიცინა არის ხალხური მაშინ, როდესაც 10 კაცზე მეტი გირტყავს. ეგაა ხალხური. რაიმე წამალი თუ შეგიქმნია ჯი? კი, გამოვიგონე ბატონო თორნიკე დეპრესიას ხსნის. ვა, ყიდი? ვერ ვყიდი ბიჭო, კანონმდებლობა მიშლის ხელს. საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება რავი 3 და 7-მდეო და სხვათა შორის ვერაფრით ვერ ჩამოვყალიბდი. ბატონო თორნიკე, თუ ხარ კოლეგა, იყავ კოლეგა. ტყემალი
ჩაკაფულს უფრო უხდება თუ ვენების გაგანიერებას? მეგობრებია ჩაკაფულს. მომისმინე. ესე იგი, უცხოეთში თუ გიმუშავია, ეგეც საინტერესოა. ბილიჯინი ტაკნაჭოვა, მაიკ ჯექსონი. როგორ ბილიჯი? ბილიჯინი ტაკნაჭოვა. მაიკ ჯექსონს მევკურნალობდი. აი ნაზე ვღერის. მაიკ ჯექსონს? მევკურნალობდი. ჯექსონი ხომ გარდაიცვალა. არ მომყვა, ბოლომდე და ახლა მასებე ის არ ვარ. თეთრ სახში როდეს ვინ არის თეთრ სახში ნამყოფი აქედან არც ერთი თეთრ სახში როდესაც შედიხარ, ეგრევე ფოიეში არის ფოტო, ეს იაწერია ექიმბაში და პატარა ბუშიო. ესეთი ფოტოა. უცხოეთშზე გამახსენდა პროვაიდერი, ბიჭო, ცუდი სიტყვა. პროვაიდერი არა. რა ვატყვილა გავლახე, სადაზღვე ვაგეთი. ხო, ესე არა, კი ბატონო. ჯიმი, ეხლა ბატონ თორნიკესაც ვკითხე წეგან და შენც მინდა გკითხო რომ რჩევებს თუ მისცემდი მაყურებელს რა იმის, რა? ბიჭო, როგორი რა ასე გაიყიდება ჯაბოვიჩი და არც. არა ერჩევას მოგცემ. დაიმახსოვრეთ 3 ცალის სამყურა ბალახს თუ თქვენ მოწყვიტავთ ჯამში 9 ყურა ბალახი გექნება. ერთ შეიწერეთ, აბა სის გაბუნია სის ხამ დილით შენ აბასტუმნის დღეში ციყვი დაიჭირე. მერე? შენ დაიჭირე და მერეზე მერე ვილაპარაკე. კი ბატონო. ეხოცები ეხა დიდი ექიმბაშიც ახსენე. ბაბუა ჩემი ჭიკუაბესაძე მაგან გამეიგონა პირველად უქტეების სამალი აცხონოს. მაგარი იყო, კი ბატონო. კი ბატონო. როგორც ბალახეული კურნალი ჯაბოვიჩი პოეზიასაც აეთამაშება ხოლმე ხანდა-ხანდა ულამაზეს ბანდილოსას ბაბი კირკინაძის წინაშე ქეთს მოუყიდე ერთ ლამაზ ლექს თუ შეიძლება. ბალახეულად ვიტყვი რა. აბა ბალახეულად. შენი ტანი და ჩემი სხეული ერთმანეთსია გადახვეული თავხედობაში ნუ ჩამომართვევ კურნალობა ბალახეულ. აბა კაგებდები. აბა გიორგი. დაბძალი ბატონო თორნიკე. აი დედა. აბა რა სიტყვით? თვითონ სამკურნალო ხომ არ არის? არა, თვითონაც კურნალობს, კაცო ხალხს ვაცალოთ, ვაცალოთ, მაგრამ პატარა წაშველება ამასაც ჭირდება მე მგონი. ბატონო თორნიკე, დიდი მადლობა მინდა მე გადაგიხადო თქვენ მოგზანებისთვის. მადლობა მოწვევისთვინ და რა ვიცი, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, ეს თქვენისთანა არაჩვეულებრივი სტუმრებისთვის და მით უმეტეს, როდესაც ქართულ ტრადიციულთან გვაქვს საქმე ნებისმიერ საქმესთან. კაი ხარ. დიდი მადლობა, თორნიკე ალაშვილი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, აპლოდისმენტებით დავაცილოთ ბატონი თორნიკე.